2009 წლის მარტში ევროკომისიამ დაასრულა და ქართულ მხარეს გადასცა ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებებისთვის საქართველოს მზადყოფნის შეფასების დოკუმენტი და რეკომენდაციების პაკეტი. რეკომენდაციებში 4 საკვანძო სფერო გამოიკვეთა, რომელთაგან ერთ-ერთი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაა. ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა, ძირითადი რეკომენდაციები. პირველი, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მოქმედი კანონმდებლობის აღსრულების გაუმჯობესება. მეორე, პირატობისა და ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება. მესამე, ეფექტური დიალოგი ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთან. მეოთხე, კანონი დიზაინის შესახებ. მეხუთე, დამატებითი დაცვის სერტიფიკატი. საღამო მშვიდობისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ თოქ-შოუს ევროპულ არჩევანს. რა არის ინტელექტუალური საკუთრება? როგორ უნდა დავიცვათ საავტორო და მომიჯნავე უფლებები? საქართველოს კანონმდებლობა და ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია. რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ქვეყანამ კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის? რა არის პატენტი, საპატენტო უფლებები? როგორ უნდა დააპატენტოთ საკუთარი გამოგონება? რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება სხვამ არ მიითვისოს? ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და ვითარება საქართველოში. პრობლემები ამ სფეროში და დისკუსია ჩვენ სტუდიაში. საკპატენტის ხელმძღვანელი ირაკლი ღვალაძე, ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ნინო ევგენიძე, ადვოკატი დიმიტრი გაბუნია. თემა ინტელექტუალური საკუთრება. ეთერშია ევროპული არჩევანი. მივესალმები ჩვენ სტუმრებს, დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. ასევე დღევანდელ დისკუსიაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ჩვენი დარბაზი. წარმოგიდგენთ სტუმრებს: გიგა კობალაძე, გიორგი თაქთაქიშვილი, ოლეგ შატბერაშვილი, ნოდარ ხადური, ნინო ლაპიაშვილი, ალექსანდრე კაჭარავა, პაატა შეშელიძე. მოკლედ დღეს ვსაუბრობთ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ და პირველი შეკითხვა მინდა დაუსვა ბატონ ირაკლი ღვალაძეს. ბატონ ირაკლი, რა გაკეთდა ბოლო პერიოდში იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის მოთხოვნებთან? დონო მოგახსენებთ, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად ჩვენთან მოქმედი კანონმდებლობა ძირითადად შესაბამისობაშია ევროპის კანონმდებლობასთან, ანუ გათვალისწინებულია ყველა ეს საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ამ სფეროში მოქმედებს. იყო გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა კონკრეტულად დიზაინის კანონის ცალკე გამოყოფას, ადრე ვიცავდით როგორც სამრეწველო ნიმუშს, ახლა ცალკე ხდება დიზაინის დაცვა. იყო ესევე გარკვეული მოთხოვნები დაკავშირებული საფასურებთან, მომსახურების საფასურებთან, ადრე არსებობდა გარკვეული დიფერენციაცია, რომელიც შეეხებოდა, თქვათ, ეროვნულ განაცხადს და უცხოურ განაცხადს შორის სხვაობები იყო. ფაქტობრივად ამის ჰარმონიზაციაც მოხდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ძირითადი მოთხოვნა, რაც ჰქონდა ევროკავშირს ამ ეტაპზე, ინტელექტუალური საკუთრების თვალსაზრისით, კანონმდებლობას გულისხმობ, ფაქტობრივად ყველა შესრულებულია. ეს მოკლედ რაც შეიძლება ითქვას. ეს არის ასე ვთქვათ მედლის ერთი მხარე, რაც ეხება კანონმდებლობას. გალბატონ ნინოს მინდა ვკითხო, არის მეორე მხარე, რაც ეხება ამ ყველაფრის აღსრულებას და მთავარი პრობლემა, მე როდესაც ამ თემას ვამზადებდი, გამოიკვეთა, რომ არის სწორედ ეს აღსრულებასთან დაკავშირებით. თუ შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მაყურებელს კონკრეტულად სად ხდება პრობლემები? დიდი მადლობა. როგორც ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით, მართლა საქართველოს კანონმდებლობა ამ ეტაპზე სრულად არის ჰარმონიზებული ევროპულ კანონმდებლობასთან. ძირითადი პრობლემები თავს იჩენს მართლაც აი აღსრულების დროს, უკვე როდესაც უნდა დადგეს რეალური შედეგი და სასამართლო, ესე იგი, კეისების რაოდენობა მიმართულებით იმ მასშტაბთან შედარებით, რაც ძირითადად ეს ფაქტიურად მთელი ქვეყანა ჩართული არის ამ ინტელექტუალური საკუთრების და რაღაცა მეკობრული პროდუქტების გამოყენებასთან, ეს უფრო სხვა საკითხის პრობლემებთან არის დაკავშირებული, უკვე ამ სიტუაციის გამოსწორება, იქნება ეს სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ჭრილში ამის გაანალიზება და შემდგომ ნაბიჯების გადადგმა. მე მიმაჩნია, რომ მომავალი წლის ეს გამოწვევა საკპატენტისთვის და ზოგადად სახელმწიფოსთვის და მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება, რომ მაქსიმალურად ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა არის ისეთივე ადამიანის უფლებების დაცვის რანგში უნდა იქნას აყვანილი და მას უნდა მიენიჭოს ისეთივე სისხლისამართლებრივი დანაშაულის კვალიფიკაცია, როგორც არის ქურდობა და ასე შემდეგ.
გასაგებია. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვანაირად რაღაცა ის ეტაპი. აი რა სოციალურ-პოლიტიკური პრობლემები შეიძლება წარმოიშვას სრულად აღსრულების შემთხვევაში ამ კანონმდებლობის, ამაზე ცალკე გკითხავთ, მანამდე ბატონ გიგის მინდა დაუსვა შეკითხვა. ბატონ გიგი, სად ხდება თქვენ ხელმძღვანელობთ უნივერსიტეტს და შეხება გაქვთ მეცნიერებასთან, აი აქ რა პრობლემებს აწყდებით? Ну, თავისთავად დაცვა ინტელექტუალური საკუთრების და ამ მხრივ კანონმდებლობის არსებობა ეს არის თვითონ განვითარების სტიმული. ეს სერიოზული განვითარების სტიმულია. იმ ქვეყნებში, სადაც ეს ხდება, სასწორად ხდება დაცვა და აღსრულება, სადაც ხდება ამ კანონმდებლობის, იქ ხა ეს არის ერთი რომელიდან გამომდინარეობს, მაგრამ ეს ფაქტებია. რომ იქ სადაც ხდება ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, იქ არის ტექნოლოგიების განვითარება, იქ სადაც არის ტექნოლოგიების განვითარება, იქ არის ტექნოლოგიად წინასწარი მეცნიერება და ყველა აქედან გამომდინარე შედეგები დავუშვათ, იგივე დავუშვათ ფულის შედარება მეცნიერებაში, იგივე სხვა რაღაცები, რაც ამასთან ასდევს. ასე რომ ეს არის პირდაპირ კავშირში თვითონ მეცნიერების განვითარებასთან, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა იწვევს მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარებას. გასაგები ბატონ დიმიტრი, თქვენ როგორც ადვოკატს მინდა დაგისვათ ეს შეკითხვა, რატომ მიმართავენ ასე ძალიან იშვიათად სასამართლოს, როდესაც საქმე ეხება ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფასაც საქართველოში ბუნებრივია. რაც შორის დიდი მადლობა, მინდა გითხრათ, რომ უკვე აღარ ძალიან ხშირად ხდება ესეთი სასამართლო დავები. პირველი ასე თქვა ჩემი სტატისტიკიდან გამომდინარე და რასაც უყურებ ამას ეს თემა ამ თემებზე ძალიან აქტიურად მუშაობთ სასამართლოში რეალურად 2004 წლიდან დაიწყო ამ უფლებების დაცვა და მინდა გითხრათ კონკრეტული ასე ვთქვათ პროცესი, როდესაც ცნობილი მომღერალი ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე კეთათომ დაიწყო თავის ავტორო უფლებების დაცვა. ეს იმდენად სასაცილო იყო იმ პერიოდში, მე პირდაპირ ვარ უშუალოდ მონაწილე ჯეოსელის წინააღმდეგ, როცა ჯეოზუმერზე იქნა გამოყენებული კონკრეტული სიმღერა. ნებართვის გარეშე რომ ყველა ეუბნებოდა ამას აზრი არა აქვს, სირცხვილია ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე რატომ უნდა უჩივლო, ну ეხლა ეს უფრო კონკრეტიზაცია ხდება, როდესაც სუბიექტს უჩივის, ხო, ახლა რაღაც კომპანიასთან ქონდა საქმე. და სხვათა შორის ძალიან პრინციპულად ბოლომდე ჩვენ ეს პროცესი მივიყვანეთ და დავამტკიცეთ, რომ საავტორო უფლება არის ხელშეუხებელი და ამან მისცა სტიმული შემდგომ სხვა ავტორებს თუ შემსრულებლებს ეს მომიჯნავე უფლება უკვე შემსრულებლების სხვა ავტორებს დაეცვა თავისი საავტორო უფლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუნდაც ცნობილი დავა ბორჯომის სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებით, რომელიც 2007 წელს იყო, სადაც ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ დაარეგისტრირა ბორჯომი იზუშელია ზანავი, ანუ ზუსტად ცისფერი და წითელი ეტიკეტით, აბსოლუტურად მიმსგავსებულად მომხმარებელი შეყავდა შეცდომაში საზღვარგარეთ ძირითადად. ჩვენ ეს პროცესი მოვიგეთ, ბუნებრივია აუგზავნეთ ამ სავაჭრო ნიშნის გამოყენება და ეს გადაწყვეტილება აღსრულდა სხვათა შორის ნებაყოფლობით. აღსრულების პრობლემები როგორც ესეთი დგას დღევანდელი სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, თუმცა არც ისე მწვავედ. აქ უბრალოდ არის დასახვეცი კონკრეტულად ალბათ ის აღსრულების კანონმდებლობა, აღსრულების ნაწილში კანონმდებლობა, რომ შესაბამისად რეალურად მოხდეს აღსრულება. აქ უკვე მე არ ვიტყოდი რომ 2000-2004-ში, 5-ში, 6-ში იყო ეს პროცესები, თუმცა დღეის მდგომარეობით ჩვენ კონკრეტული დავა გვაქვს ახლა მაგალითად თამბაქოს წარმოებასთან დაკავშირებით, იგივე სიგარეტის სავაჭრო ნიშან პირველთან გამოყენებასთან დაკავშირებით. ძალიან იმატა სტატისტიკურად სავაჭრო იგივე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულმა დავებმა, იმიტომ რომ ადამიანებმა უკვე გაათვიცნობიერეს, რომ არის ერთი ფიზიკური შრომა, არის მეორე ინტელექტუალური შრომა, რომელიც გაცილებით უფრო ძვირია და ძვირად ფასობს საზღვარგარეთ და განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, ვიდრე ფიზიკური შრომა, ხო? შესაბამისად, დაცვის ის მაღალი ხარისხი, რომელიც არის ევროპულ კანონმდებლობაში და ევროპული, ასე ვთქვათ, პრაქტიკიდან გამომდინარე, სწორედ ეს არის რეკომენდაციის ძირითადი არსი, თუ ჩვენ გვინდა, რომ ბიზნესი განვითარდეს და ადამიანების სწავლის, აი ამ უმაღლეს განათლების მიღების შემდეგ იყვნენ დასაქმებულები და მათი ინტელექტუალური შრომის შედეგად შექმნილი საგანი იყოს დაცული, ყველამ უნდა იცოდეს ეს უფლება და უნდა ვიცოდეთ როგორ დავიცვათ. აქ არ არის საუბარი რომ კონკრეტულად ამ ადამიანმა იცოდეს, ასე ვთქვათ, როგორ დაიცვას იურიდიულად. ამისთვის არსებობენ ადვოკატები, იურისტები, მან უნდა იცოდეს, რომ თუ სადღაც ეჭვი შეეპარა, რომ მისი ინტელექტუალური საკუთრება არის ხელყოფილი ან ხელყოფის ქვეშ, არსებობს ეფექტური მექანიზმი კანონმდებლობით იმისთვის და არსებობენ ადამიანები და არსებობს უწყება იმისთვის, რომ მან თავისი უფლებები ეფექტურად დაიცვას. ანუ მე მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს ამ შემთხვევაში აზრი არა აქვს გამოვრიცხოთ, არის სტატისტიკურად გაცილებით ბევრი დავა, უკვე ამაში დამერწმუნებიან ჩემი კოლეგებიც, სადაც ძალიან აქტიურად უკვე სასამართლო პრაქტიკაც არის შესაბამისად ჩამოყალიბებული, რომელიც ასე ვთქვათ, დღეის მდგომარეობითაც ჩამოყალიბების პროცესია და შესაბამისად აუცილებლად მიაღწევენ თავის შედეგს, იმიტომ რომ ამის საკანონმდებლო ბაზა
არსებობს დღეს მდგომარეობით. აი ქალბატონ ნინო, მაშინ რაში ხედავთ პირადად თქვენ პრობლემას? აი ბატონ დიმიტრი ამბობდა რომ თუ კი ადამიანი ფიქრობს რომ მისი უფლება ირღვევა, უნდა მიმართოს ადვოკატს. მაშინ რაში მდგომარეობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა, რასაც ითხოვს ევროკავშირი? რა უნდა გაკეთდეს? თუ კი ადამიანი ხვდება რომ მისი უფლება ირღვევა, უნდა მიმართოს ადვოკატს. ამას არ აკეთებენ თუ კიდევ რაღაც სხვა მოეთხოვება საზოგადოებას ამ სფეროში? იცით რა, საზოგადოებას ეს როგორც დანაშაულად არ აქვს ბატონმა იმამაც ბრძანა, რომ თავიდანო ისე იყო, რომ კარგი ჩვენ საზოგადოებაში როგორ შეიძლება ეხა უჩივლოთ ერთმანეთს. დამერწმუნეთ, რომ გამოკითხულ იქნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ არა მარტო უბრალო მოსახლეობა, არამედ მოსამართლეები, აღმასრულებლები და ყველას რაღაც ცოტა ისეთი არასერიოზული დამოკიდებულება ჰქონდა ამ საკითხის მიმართ, ანუ როგორც დანაშაულის მიმართ და სწორედ როდესაც ვსაუბრობთ, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ჩვენ რადგანაც ვისწრაფით ევროპული საზოგადოებისკენ და ევროპული ღირებულებებისკენ არ შეიძლება რომ სანამ ადამიანს არ გააგებინებ რომ ეს ნამდვილად დანაშაულია სისხლის სამართლებრივი მანამდე პირდაპირ დაიჭირო ხო იმიტომ რომ მაგალითს მოგიყვანთ ახლა Microsoft-ის პროგრამის გამოყენებაზე რომ მთელი საქართველოს მასშტაბით რომ მოთხოვო ყველას ლიცენზირებული ვერსიის გამოყენება დამერწმუნეთ რომ საქართველოში სულ ალბათ 5-6 ორგანიზაცია იქნება ვისაც ნამდვილად ექნება ლიცენზირებული ეს ვერსია ნაყიდი. გასაგებ ბატონ ირაკლი, ანუ ჩვენ ამ რეკომენდაციების სრულად შესრულება საქართველოს არ შეგვიძლია დღეს. აი Microsoft-ის პროგრამები ახსენა ქალბატონმა ნინომ. შეიძლება ყველა ორგანიზაცია საქართველოში ერთ დღეს გაჩერდეს, თუ კი ამას მოგიხსენებთ. სამწუხაროდ ზუსტად Microsoft-ს რაც შეეხება ჩვენ ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების, ეგრეთ წოდებული სოფტვერების გამოყენებაში. ეს ფაქტია, იმიტომ რომ ჩვენთან თავის დროზე ამას არ იქცეოდა შესაბამისი ყურადღება, თუმცა ეხლა მე შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს კონკრეტული პროგრამა, მიმდინარეობს მოლაპარაკება და ნელ-ნელა მოხდება ლეგალიზაცია, ანუ არსებული სოფტვერების, აქ არის საუბარი რა თქმა უნდა სახელმწიფო სტრუქტურებზე, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ თანხებთან, თქვენ რო იცოდეთ, ეს არ არის ახლა თქვათ რაღაც ერთ დღეში რო გადაწყდეს, იმიტომ რომ სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ნება არსებობს და ეტაპობრივად ეს მოხდება, რომ ჩვენ ნელ-ნელა გადავალთ, ესე ვთქვათ, და გვექნება მაქსიმალურად ლიცენზირებული პროგრამები, რაც თავისთავად იმას გულისხმობს, რომ თქვათ დაცული იქნება ეს ჩვენი სისტემები სხვადასხვა კომპიუტერული შეტევებისგან, ესე ვთქვათ, ჰაკერებისგან, რაც იგივე ვთქვათ 2008 წლის პერიოდში მოხდა და ეს გარკვეული სიკეთე ახლავს ამას, რა თქმა უნდა. მე ზოგადად რას მინდა დაუბრუნდე, როდესაც ჩვენ საუბრობთ ზოგადად ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე, აქ ერთ მომენტს უნდა გავუსვათ ხაზი, ბევრი რამე აქ დამოკიდებულია ამ ურთიერთობების მონაწილის ინიციატივას. რა თქმა უნდა, შეიძლება იდეალური კანონმდებლობა არსებობდეს, მაგრამ ამის შესრულება და აღსრულება ვერ ხდება, იმიტომ რომ თვითონ ინიციატივას არიჩენს ამ ურთიერთობის მონაწილეს. იგივე რაც შეეხება საავტორო უფლებებს და ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ესე ვთქვათ საჯარო სემინარი, ბევრი გადაცემა მიეწყდა ამ საკითხს, რა არის საავტორო უფლება, რა არის მომიჯნავე უფლება, ვთქვათ ვინ აკეთებს ამ სფეროში ზოგადად აღსრულებას, არსებობს კოლექტიური მართვის ორგანიზაციები, ვთქვათ ავტორთა საზოგადოება, ხა ახალი ორგანიზაცია შეიქმნა, რომელიც მომიჯნავე უფლებებზე იმუშავებს და მომიჯნავე უფლების მონაწილეებს დაიცავს. შესაბამისად აქ არის ერთი მხარე, რაც უნდა გააკეთოს, თქვათ, სახელმწიფო სტრუქტურებმა, რაც შეეხება კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, მეორე არის, ესე ვთქვათ, საჯარო ლექციების მოწყობა, სემინარების მოწყობა, მიზნობრივი ჯგუფები თუ არის განსაზღვრული, კონკრეტულად პირველ ეტაპზე ვისთვის ტარდება ეს სემინარები და ეს საინფორმაციო კამპანია? კი ბატონო, მე გეტყვით მაგალითად ჩვენი ორგანიზაციის მაგალითად ჩვენ პირველი სემინარები დავიწყეთ, ესე ვთქვათ, საჯარო ესეთი სემინარები ჩაუტარეთ პირველ რიგში პრესის წარმომადგენლებს, რომ თქვათ მათთვის გაგვეცნო, იმიტომ რომ პრესაც მათ შორის საავტორო უფლებები ვრცელდება ბევრ ნაწილში, ბევრი ურთიერთობებში და შესაბამისად მათაც რო გაიგოთ ზოგადად რა არის ინტელექტუალური საკუთრება, რა ორგანიზაცია ზოგადად საკპატენტი, როგორ ხდება რეგისტრაცია ინტელექტუალური საკუთრების. გარდა ამისა, გქონდა შემდეგ უკვე ესე ვთქვათ მიზნობრივი სემინარები, კონკრეტული დარგის სპეციალისტებისთვის, ექსპერტებისთვის ჩამოყავდა თქვათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, გვაქვს ასევე დაგეგმილი შეხვედრები, ვთქვათ, უმაღლეს განათლების დაწესებულებებში, ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში საჯარო ლექციების ჩატარება. გარდა ამისა, კონკრეტული შეხვედრები იყო, ვთქვათ, იგივე კომპოზიტორებთან, შემსრულებლებთან, მათი უფლებებიც რო გავხსნათ, კულტურის სამინისტროსთან ერთად მთლიანი სტრატეგია გვაქვს შემუშავებული, როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, რა უნდა გაკეთდეს და ჩემი აზრით ჩვენ ძალიან სწორი ნაბიჯებით მივდივართ და ძალიან კონკრეტულ ვადებში კარგი შედეგი გვექნება. ბატონ გიგი, თქვენი აზრით ეს საინფორმაციო კამპანია
რამდენად საკმარისია დღევანდელ ეტაპზე. Თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებამ უფრო მეტი იცოდეს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ? აი, ბატონო ერეკლეს თქვა, ადავთვალებულა ეს კამპანია გრძელდება, ასე რომ ისაც აქამდე არ გაუკეთებიათ, მე იმედი მაქვს, რომ გააკეთებიათ მოახერხეს პროგრამაში. მნიშვნელოვანი არის, რომ არა მარტო ერთი ამბავია, როდესაც ბავშვის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ხდება იმ კუთხით, რომ ინტელექტუალური საკუთრება უნდა დაცული იყოს და აი ეს ჩვენი საზოგადოების უჯერჯერობით უჩვეულო ამბავი არის ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის კვალიფიკაციის მიცემა რაღაც გარკვეულ პროდუქტებზე. მაგრამ მეორე მხრივ ასევე საჭიროა გაცნობა იმათვის, თუ როგორ უნდა იურიდიულად როგორ უნდა შექმნან ადამიანებმა ინტელექტუალური საკუთრება, რაც საქართველოში ბევრმა არ იცის. არ იციან მეცნიერებმა, არ იციან. შეიძლება მწერლებმა მეტაკლებად უკვე იციან, იმიტომ რომ გამომცემლებთან აქვს საქმე. მაგრამ ძირითადად აი მე რაც მაწუხებს ამ შემთხვევაში არის ის, რომ პოტენციური ტექნოლოგიების პოტენციური მწარმოებლებმა არ იციან თავიანთი შესაძლებლობები კანონმდებლობის მიხედვით, რაც არის მნიშვნელოვანი და ახლა ლაპარაკი გქონდა ბატონ ერეკლესთან, რომ უახლოეს მომავალში ის გააკეთებს აი ამ შეხვედრას უნივერსიტეტის ინსტიტუტის დირექტორებთან და თანამშრომლებთან. გასაგებია, ჩვენს აუდიტორიას მინდა მიმართო, ბატონ გიგა კობალაძეს მინდა დაუსვა პირველი შეკითხვა, საქართველოს ხელოვან შემსრულებელთა საზოგადოების თავმჯდომარეს, ძირითადად სად ხვდებათ მთავარი პრობლემები სადაწყდებით პრობლემებს, როდესაც საქმე ეხება საავტორო უფლებებს, ინტელექტუალურ საკუთრებას. სამწუხაროდ პირველი აქ სწორად იქნა აღნიშნული, რომ ეს არის საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე, როცა არ იცის თავად ავტორმა თუ შემსრულებელმა თუ რა უფლებები გააჩნია მას, რადგანაც მექანიზმები არსებობს, რომ ეს უფლებები განახორციელოს და დაიცვას. პირველი პრობლემა სწორედ აქ არის ინფორმირებულობა, რომელიც არის პრობლემა და რომელიც ჩვენი საზოგადოება რამოდენიმე კვირის შექმნილია სულ და პირველი ნაბიჯები სწორედ ამ კუთხით იდგმევა საკპატენტთან და კულტურის სამინისტროსთან ერთად. გარდა ამისა, პრობლემა დავეთანხმები გარკვეულწილად აღსრულება. აღსრულების მექანიზმები მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონმდებლობა და კანონმდებლობა ითვალისწინებს აღსრულების კონკრეტულ მექანიზმებს, შეიძლება ითქვას, რომ ძნელია არსებობს ესეთი ნიუანსები, რომლის დროსაც აღსრულება შეიძლება გაძნელდეს ან საერთოდ შეუძლებელი გახდეს. ერთი აკრძალვა კონკრეტული დარღვევის აღკვეთა და შემდგომი პრევენცია, ხოლო მეორეა ასეთი დარღვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის გამოანგარიშება, ამ ზარალის დაკისრება და ასე შემდეგ. პრობლემები ძალიან ბევრია, თუმცა მე მიხარია დღევანდელი ეს დისკუსიაც, იმიტომ რომ გააქტიურდა ამ მხრივ როგორც სახელმწიფო, გააქტიურდა საზოგადოება და გააქტიურდა თვითონ აი ამ უმფლებების მფლობელები, ამ უმფლებების მეპატრონები, ვინც პირველ რიგში უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები. გასაგებია, ბატონ გიორგი თაქთაქიშვილთან მაქვს შეკითხვა. ბატონ გიორგი, ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა უნდა გაუთანაბრდეს თუ არა დღევანდელ ეტაპზე ქურდობას საქართველოში, თუ აქამდე უნდა მივიდეთ კიდევ ნაბიჯ-ნაბიჯ. შეიძლება ასეთი მკაცრი მეთოდების გამოყენება უკვე დაიწყოს დღესვე. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენ მაყურებელს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი საკმაოდ დიდი ხანია უკვე შეიცავს ნორმებს, რომელთა შესაბამისათაც ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა მიკუთვნებულია დანაშაულთა რიცხვს. და სხვა სანქციებთან ერთად, მათ შორის ასეთი ტიპის დანაშაულებისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთაც კი ზოგიერთ შემთხვევაში გააჩნია მასშტაბი. ყოფილა ასეთი შემთხვევები? რამდენად შემთხვევაში არის ცნობილი, მოდით ესე ვთქვათ, იყო რამდენიმე სულ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. სწორედ როდესაც საუბარი აღსრულდა, ანუ ამ მხრივ პრობლემა არ არის, მეორეა რომ დაუშვათ ჩვენ შეიძლება გადმოვიღოთ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მაგალითად დიდი ბრიტანეთის პრაქტიკა საქართველოში და დიდ ბრიტანეთში გამძაფრებულია ამ საკითხისადმი დამოკიდებულება იმით, რომ ასეთი დანაშაულისათვის სხვა სანქციებთან ერთად გათვალისწინებულია მაგალითად ქონების კონფისკაცია. ვინაიდან ივარაუდე თუ რასაკვირველია დამნაშავე ვერ დაასაბუთებს, რომ ლეგალური შემოსავლებით აქვს ეს ქონება შეძენილი და როგორც წესი ეს ვერ ხერხდება ხოლმე. ამიტომ ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ
შემდგომ დახვეწაზე ამ ნორმების, მაგრამ ეს ნორმები დღეს მდგომარეობითაც არსებობს. პრობლემა სწორედ გახლავთ იმაში, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადგილი აქვს ტოტალურ მეკობრეობას და აქ არ შეიძლება არ ითქვას ის რომ ეს კი მაყურებელს არ უნდა შეექმნას წარმოდგენა იმისი, რომ კონტრაფაქციული დისკი ან ნაწარმოები ან უკანონო ინტერნეტიდან უკანონოდ მუსიკის ჩამოწერა არ ხდება ევროკავშირის ქვეყნებში. რასაკვირველია ხდება, უბრალოდ საქართველოს ჩვენი პრობლემა, ჩვენი გარემოს პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენთან ეს ხდება ტოტალურად, დაუფარავად, ხშირად თავხედურად და ყოველგვარი მორდების გარეშე. მაგალითისთვის ერთ-ერთ პრობლემები საქართველოში ამ მიმართულებით არის სხვადასხვაგვარი, არის როგორც ავტორულ უფლებებთან დაკავშირებით, ისე სასოფლო ნიშებთან დაკავშირებით, მაგრამ არის პრობლემები, რომლებიც ჩემის აზრით არ ითმენს გადაწყვეტას, ის დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს. მაგალითად ის რომ საქართველოში მომუშავე ფედერალური მაუწყებლების არ იხდიან საავტორო ჰონორარს ან მომიჯნავე უფლებებისთვის დადგენილ ჰონორარს, ანუ არ აქვთ მიღებული ლიცენზიები კოლექტიური მართვის ორგანიზაციებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ზედაპირზე ცდებს და რომელიც ძალიან თვალშისაცემია. გასაგებია ბატონ დიმა, მე მინდოდა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით თქვენ გსურდათ რაღაც. მე მინდოდა მეთქვა ცოტა მკაცრი ვიქნები მიუხედავად იმისა, რომ მე დაცვის მხარეს წარმოვადგენ და ვარ ადვოკატი, აქ შემთხვევაში საკპატენტმა შეიძლება ძალიან ბევრი რამე გააკეთოს და სათანადო ორგანოებმა ჩაატაროს საჯარო დისკუსიები თავის კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ საკპატენტი არ არის სამართალდამცავი ორგანო. ქვეყანაში არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, ეს სულაც არ ნიშნავს მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას, თუნდაც დიდი ბრიტანეთის მაგალითად გამომდინარე, რომელიც ევროპული განვითარებით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. ჩემი აზრით, დღევანდელი ქართული მენტალობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ კანონი იწერება, ყველამ კარგად ვიცით იურისტებმა სუმცირე მონტესკიე კანონთა გონი, ხო? იმის მიხედვით ადამიანის მენტალობა როგორ არის ამა თუ იმ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული. ანუ აქ სანამ ქართველი ადამიანი აი ესეთ ტოტალურ დარღვევებზე ვერ გაათვითცნობიერებს, ან არ გაათვითცნობიერებს იმას, რომ სანქცია მართალია დევს სისხლის სამართლის კოდექსში, თუმცა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ისიც პირობითი შეიძლება შეიცვალოს და არანაირი დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა და კონების კონფისკაცია არ არის, ანუ ერისი თქმა მინდა ვთქვათ, მოიპარა ადამიანმა და $2 მილიონი პირობითად, ანუ საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა იმასგან. ნუ პირობითი შეიძლება მან იცის უკვე ძალიან კარგად გააზრებულად გაივლის კონსულტაციას, რომ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, სულაც შეიძლება მზად იყოს, რომ 2 წელი ციხეში ჩაჯდეს და გამოვიდეს და შერჩეს ეს ყველაფერი, ან უკეთეს უარეს შემთხვევაში პირობითი გააკეთოს. მოდი ესე ვთქვათ, პირობითი სასჯელით შემოიფარგლოს და ამით დამთავრდეს ყველაფერი. და ამ დროს დაზარალებული დარჩეს ის ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი. ანუ რა არის თავის დროზე სტუდენტობის პერიოდში მე მქონდა გაკეთებული პარალელი, მე ძალიან მაინტერესებდა ეს თემა, მაშინ ჯერ კიდე იწერებოდა სამოქალაქო კოდექსი პარალელი ინტელექტუალურ საკუთრებასა და ჩვეულებრივი საკუთრების უფლებაში. ეს არის ისეთივე საკუთრების, იგივე უფლების კატეგორია, როგორც საკუთრების უფლება. და თუ ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი სჯის საკუთრების ხელყოფა ძალიან მკაცრად, მერწმუნედ ვიდრე 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ხშირ შემთხვევაში 7-დან 14-მდე, 7-დან 9-მდე გააჩნია მუხლის სანქციას. მაშინ ინტელექტუალური საკუთრების შელახვის დროს რატო არ შეიძლება რომ იყოს უფრო მკაცრი სანქცია? ეს არ არის ამოვარდნილი აბსოლუტურად არც ევროპული კანონმდებლობიდან, ეს არ არის რაღაცა ისეთი მკაცრი ნორმების შემოღება და ადამიანის უფლებების შემლახავი, როცა ადამიანის ხვის საკუთრების უფლებას, ამ შემთხვევაში ინტელექტუალურ საკუთრებას ესე უხეშად ლახავს, უკაცრავად თავხედურად ლახავს და ის ამაზე უკაცრავად თანხას, ანუ ფულს შეულობს, მოდი ესე ვთქვათ რა, ის უნდა დაისაჯოს. გასაგებია, ანუ ჩემი ინიციატივა არის, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევიდეს შესაბამისი ცვლილება და შესაბამისად სანქცია გამკაცრდეს. აი ეს სანქციების გამკაცრება ქალბატონინო რა სოციალურ პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს? სახელმწიფოს აქვს დღეს იმის რესურსი, რომ ასეთი მე ვიტყოდი თამამი ნაბიჯი გადადგას. იცით რა, სანამ სახელმწიფო ამ ღონისძიებას გაატარებს, ზუსტად მანამდე საუბრობდით, რომ მანამდე უნდა განახორციელოს ის ესე დროში გაწერილი ქმედითი ღონისძიებები მოსახლეობის გათვითცნობიერებისათვის. სანამ ამ ესეთი სადამსჯელო ბოლო იმებამდე გადავა, მოგეხსენებათ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ევროპულ კანონმდებლობასთან და ანუ საზოგადოებასთან ჩვენი სწრაფვა ისეთი ცივილიზაციის საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი და მაღალ ბიუჯეტიანი ხარჯია,
ამიტომ მიგვაჩნია, რომ ნელ-ნელა უნდა მოხდეს, ოღონდ გააზრებულად. ვაჭრობაში ეს 4 საკითხი, რომელიც შედის, რაც უდევს საფუძვლად მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირთან, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე რთულად შესასრულებელი ინტელექტუალური საკუთრების მოთხოვნები. ალბათ სავარაუდოდ კი. და დროში ყველაზე მეტად გაწელილი ალბათ. მე დავითანხმებოდი ნამდვილად, იმიტომ რომ პირიქით ვფიქრობ, მე ყველაზე უკეთესი სიტუაცია შეიძლება ითქვას, თორემ უშუალოდ მონაწილეებით არიან ამ თქვათ მოლაპარაკების, არის ამ თვალსაზრისით, ძირითადი მოთხოვნები რაც იყო, ესე ვთქვათ, უფრო მეტიც არის საუბარი, როდესაც უკვე გაიხსნება ეს მოლაპარაკება, ანუ მაგიდასთან დაძაბულებით და დაიწყება უკვე ლაპარაკი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, იქ იყო რაც გარკვეული მოთხოვნები, რომელიც უკვე შესრულებული გვაქვს. ჰარმონიზაციის ნაწილში კანონმდებლობის, რაზეც იყო საუბარი, თქვათ, იგივე დიზაინის კანონი, იქ თქვათ, საფასურებთან დაკავშირებით ეს შეიძლება ითქვას უფრო მეტიც შესრულებული გვაქვს. ამ ნაწილში მე ვერ ვიტყვი, რომ რამე არის ხედი შემშლელი თუ არა და ამ ურთიერთობის მოლაპარაკების მონაწილეების კი ბატონო ალექსანდრე კაჭარავას მინდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის წევრს დაუსვა შეკითხვა, რას გთხოვს დღეს ჩვენ ევროკავშირი და რისი შესრულება შეგვიძლია საწყის ეტაპზე. მოგესალმებით. მოგესალმებით. ევროკავშირის მოთხოვნა ესეც ალსახად არ იყო, რომ ყველაფერი უნდა იყოს მოგვარებული ამ დარგში, რომ დავიწყოთ ჩვენ მოლაპარაკება. ეს არის მოთხოვნები მხოლოდ მოლაპარაკების დასაწყებად. ამ შემთხვევაში ევროკავშირის მოთხოვნა იყო პირდაპირ გეტყვით, ერთი რომ საქართველოს მთავრობას ჩაეტარებია კვლევა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოში და ასევე კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. ასევე არსებობდა დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც ეს დამატებითი მოთხოვნები გულისხმობდა, რომ მოლაპარაკების დაწყების შემდეგ კიდევ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს მთავრობას მოლაპარაკების დამთავრებამდე. რაც შეეხება დაწყების მოთხოვნებს, კვლევა არა მარტო დაიწყო, არამედ დასრულდა და ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, უკვე საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად ახორციელებს ნაბიჯებს ამ კვლევაში მოყვანილ რეკომენდაციების შესასრულებლად. ასევე კანონმდებლობასთან დაკავშირებით ჩვენი კანონმდებლობა, როგორც აგერ დამსწრებმა აღნიშნეს, უკვე საკმაოდ მაღალი დონით არის ევროკავშირთან ჰარმონიზებული, პლუს ეს ფაქტი თავად ევროკავშირმა თვითონ აღიარა და მოგწერა, რომ კვლევის შედეგის მიხედვით რამდენად მძიმე ან ნაკლებად მძიმე სიტუაცია გვაქვს. მინდა მოგახსენოთ, რომ რაიმე დრამატული შედეგი ამ კვლევას არ დაუდია, ნამდვილად იყო აღნიშნული ამ კვლევაში, რომ საკმაოდ რთული მდგომარეობა soft ანუ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, თუმცა სხვა მხრივ არაფერი ისეთი განსაკუთრებული, რაც ვთქვათ, ჩვენს მეზობელ ან თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ანუ ისეთი სიტუაცია ახლა, რომ ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში როგორი სიტუაციაცაა, დაახლოებით ისეთია საქართველოში. უკეთესი არა. გასაგებია, ბატონ ბატა, თქვენ მინდა დაგისვათ შეკითხვა, რა შეფასებას მისცემთ დღევანდელ ვითარებას საქართველოში, ანუ პრაქტიკულად იგივე შეკითხვაა, რაც ბატონ ალექსანდრეს დაუსვა. მე ვიცნობ ყველას, რომელზეც საუბარია, მისი ავტორი იყო დოქტორი პიერ გარელო, ფრანგი პროფესორი, რომელიც ჩვენ ინსტიტუტთან თანამშრომლობდა და შესაბამისად საკმაოდ ახლოს ვიყავი იმ ჩართული პროცესში, როდესაც ის იქმნებოდა. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ზომიერია, მე ვიტყოდი რეალისტურია და უბრალოდ არ გამოვარდები ის გადმოსცა თუ თქვათ რა აქცენტებია გაკეთებული. თუმცა მე აქ მინდა ცოტა სხვანაირად დავსვა საკითხი. ჩვენ დავიწყეთ საუბარი ინტელექტუალურ საკუთრებაზე, ისე რომ არ გაგვიმარტია რას გულისხმობ ამაში. და ავიღეთ რაღაც აპრიორი, რომ მინდა თუ არა ეს თეორია და აუცილებლად უნდა დავიცვათ. რასაც მე უბრალოდ პრინციპში არ ვიზიარებ და ნება მიმოწეთ ცოტა სხვანაირად შევხედოთ. კი ბატონო, ზუსტად მაგით ვარ შეკრებილი აქ, რომ ყველა აზრი უბრალოდ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საკუთრება აქ რაღაც საზღვარი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ჩემი აზრით საკუთრება შეიძლება გავრცელდეს იმაზე, რაც არის ფიზიკური, მაგრამ არა იდეებზე და არა შინაარსზე. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრების დასაბუთება ჩვენ გაგვიჭირდება როგორც ქვეყანას, თქვათ ევროპის კავშირთან ურთიერთობის დროს, მაგრამ ეს უბრალოდ თეორიული განშისაგანია და მე ესეთი ხედვა მაქვს, რომ როდესაც ჩვენ ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ რაღაც მოწაფისა და მასშტაბის როლში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ლოგიკაზე, განვითარებაზე და პროგრესზე. და პროგრესი იმაშია, რომ არ უნდა აღიარო ის რაც არ არის ლოგიკური. და იდეები და შინაარსი ეს არ არის გონებრივი შრომის შედეგი? ნებისმიერი სიტყვა, ნებისმიერი აზრი, ნებისმიერი ლექსი შეიძლება იყოს გონებრივი შრომის შედეგი და არის კიდევაც.
მაგრამ რაც უკვე ნათქვამია, მისი ინტერპრეტაცია გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მაგრამ თუ რაღაცას გამოვიგონებთ, ჩემია მანამაინც. ბატონო, კი ბატონო. ბატონ პაატა, ხო? ძალიან სასიამოვნოა თქვენი პოზიციის მოსმენა, თუმცა აქ ალბათ იურისპრუდენციაშიც არ მინდა ძალიან ესეთ ნიუანსებში შევიდე და ვერ დაგეთანხმებით კატეგორიულად იმაში, რომ ინტელექტუალური საკუთრება, ანუ საკუთრება შეიძლება იყოს მხოლოდ მატერია, ფიზიკური და არ შეიძლება იყოს მაგალითად არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის მოთხოვნა ვიღაცის მიმართ, რომელიც მე შემიძლია გავყიდო ვალის მოთხოვნა. და ეს არის სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი და ეს არის დადგენილი სამოქალაქო კოდექსით და კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, აპრიორი კანონმდებლობამ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე და მათ შორის ინტელექტუალურ საკუთრებაზეც გადაწყვიტა, რომ ეს არის სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი, ანუ მის გასხვისება შეიძლება. მისი გასხვისება შეიძლება ის შესაბამისად მასზე ვრცელდება საკუთრების უფლება და საკუთრების უფლების ტრანზაქცია შეიძლება. ამდენად, მხოლოდ ის რომ ფიზიკურად შესახები იყოს საკუთრება და ჩვენ გაუთანაბრებთ ამ ნაწილში ინტელექტუალურ საკუთრებას, ამ მოსაზრებას ვერ დავითანხმები ელემენტარულად იმ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე და კონკრეტულად სამოქალაქო კოდექსიდან გამომდინარე, რომელიც უკვე 1997 წლიდან მოქმედებს. უბრალოდ თქვენ მაგალითი წინააღმდეგობაშია, იმიტომ რომ როდესაც მოთხოვნას აყენებ რაღაც ფიზიკურ საგანზე, რომელზეც გინდა გაავრცელო თქვენი უფლებები. ასე რომ აქ ლაპარაკია საკუთრებაზე, ფიზიკურ საკუთრებაზე და არა იმაზე, რომ რაღაც მოთხოვნა არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ეს არის ტერმინი, რას ნიშნავს მაშინ არამატერიალური ქონებრივი? ძალიან ბევრი შეიძლება ტერმინი გამოიყენო, მაგრამ მე ტერმინის მიღმა უბრალოდ ფინანსი არა და გონებისგან შორს. შეიძლება ერთ განმარტებას გესაგებად, იდეის დაცვა საერთოდ არ ხდება. გოიცოდეთ, იდეის დაცვა არ ხდება. უნდა იყოს რაღაც კონკრეტული ფორმით გამოხატული, ან უნდა იყოს გამოგონება, თქვა ფორმულა გამოგონების, გარკვეული მოთხოვნები აქვს, ამ თქვა იდეის დონეზე შეიძლება შეიქმნას სასაქონლო ნიშანი, მაგრამ ზოგადად იდეის დაცვა ესეთი რამე კანონმდებლობა არ იცნობს და არ ხდება და არც მე მგონი საერთაშორისო კანონმდებლობითაც ესეა, რომ ამის დაცვა ესე თქვა არ ხდება. მაგრამ რაც შეეხება ახლა არამატერიალურ, კი ბატონო, ეს ინტელექტუალური საკუთრება არის თქვა იგივე სასაქონლო ნიშანი. But ვავიღოთ ახლა ჩვენ Coca-Cola-ს ბრენდი, სასაქონლო ნიშანი. მარტო Coca-Cola-ს სასაქონლო ნიშნის ღირებულება არის დაახლოებით 60 მილიარდი თუ რაღაც ესეც მარტო ბრენდის ღირებულება. ამიტომ ეს არის სასაქონლო ფიზიკური ობიექტი. კი ბატონო, გადადის, ეს არის ასე თქვა ინტელექტუალური საკუთრების, ანუ ინტელექტუალური შრომის შედეგად შექმნილი პროდუქტი, რომელიც მერე ხდება უკვე რაც შეიძლება გადავიდეს გახდეს კონკრეტული მატერიალური შემოსავალი გაჩნდეს. იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, იგივე საავტორო უფლებებში არსებობს ქონებრივი უფლებები, რაც გულისხმობს ჰონორარის მიღებას და თანხის მიღებას და შესაბამისად ესე ვთქვათ, იდეის, როგორც ასეთი იდეის ცალკე დაცვა რა თქმა უნდა არ ხდება. ბატონი. თავისთავად ხო იდეა რა თქმა უნდა არ იცვება, არავინ არ იცავს იდეას, ის რისი დაცვაც ხდება ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობით არის ის პოტენციური პროდუქტი, რომელმაც შეიძლება მოიტანოს შემოსავალი. ამაზე აქ ლაპარაკი. ანუ პოტენციის დაცვა ხდება აქა და არა დაუშვათ რაღაცა იდეის და თავისთავად რაც არის, რასაც იცავს ინტელექტუალური საკუთრება, ეს არის არა იდეები და ხოშოს ლექსები ვახსენებ, ლექსისაც შეიძლებაია სერიოზული ფულის გაკეთება თუ ეს კარგი ლექსია. და ამიტომაც მისი რეპროდუცირება უფლების გარეშე არის დაუშვებელი. ამიტომაც არავინ არ იცავს იდეებს. რაც შეეხება არამატერიალურს, თანამედროვე სამყაროს პროდუქციის ალბათ უკვე სადღაც 60-65% არის არამატერიალური. ანუ ეს არის სოფტები, რაღაც ისეთი რაღაცეები, რაც მატერიალურ ფორმაში მაინც არ გამოიხატება. ამიტომ ეს ისეთია, ეს არის უბრალოდ პროდუქციის ახალი სახე, ანუ ობიექტების ახალი სახე, რომელიც არის ჩვენ სამყაროში. ასე რომ აქ არ არის ესეთი მარტივი დაპირისპირება, რომ იდეა და ნივთი. ეს არაფერ შუაში არ არის. ბატონო, ან თქვენი სიტყვების მიხედვით ჩვენ ყველაფერში არ უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირის ეს რეკომენდაცია, რაც შეეხება ინტელექტუალურ საკუთრებას. რაღაც დოზით შეგვიძლია გავითვალისწინოთ, რაღაც დოზით არა, ამას ამბობთ? სინამდვილეში ალბათ ღირს ინტელექტუალური პაიაქრობაში შესვლა, შეიძლება მიკროფონში უფრო. ალბათ ღირს ინტელექტუალურ პაიაქრობაში შესვლა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უნდა გულისხმობდეს ინტელექტუალური საკუთრების ცნება, რა უნდა ედგეს მის უკან და შესაძლებელია ჩემი ადრეთ ყოველ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს ლაპარაკი ევროპის ინტეგრაციაზე, რაღაც ცვლილებები იქეთ მოვახდენინო და არა მივიღოთ ის რაც არის უკვე დაშტამპული და აუცილებელი თითქოს და ნათელი. აქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ კარგად უნდა წარმოვიდგინოთ თუ რა დგას ამის უკან. როდესაც ჩვენ გვინდა რომ დავიცვათ რაღაც ფიზიკური ობიექტი, ეს მაშინ გასაგებია. მაგრამ როდესაც გვინდა დავიცვათ შინაარსი და იდეა, მაშინ უბრალოდ იგივე ტექნიკის და იგივე არგუმენტების გამოყენება შეუძლებელია. მაგალითად გეტყვით, საქართველოში რამოდენიმე წლის წინ იყო ჩამოსული ძალიან საინტერესო რუსი მომღერალი ბორის გრებეშნიკოვი. ალბათ მისი შემოქმედება ცნობილია ბევრისთვის.
ქართული ჟურნალისტი უსვამს კითხვას, როგორი დამოკიდებულება აქვს ამ ადამიანს მეკობრეებთან, იმ ადამიანებთან, ვინც არალეგალურად, ესე ვთქვათ, არალეგალურად ავრცელებს კომპაქტ დისკებს სხვადასხვა მუსიკალური ჩანაწერებით. მან თქვა, ის მათ პატივს სცემს, რადგან ეს ადამიანები უბრალოდ მასებისთვის ხელმისაწვდომს ხდის მუსიკას. ჩვენ ესე უნდა შევხედოთ. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირის სივრცეში აბსოლუტური უმრავლესობა ამ ყველაფერს არ დაეთანხმება. თქვენ არ დაეთანხმება და სწორედ ამიტომ უნდა ჩემი აზრით არის დრო და არის დრო, იმიტომ რომ ჩვენ მოლაპარაკება ჯერ არ დაგვიწყია და დამთავრებამდე არის დრო და დავიცვათ მაქსიმალურად თავისუფლებები, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს. გასაგებია, ქალბატონ ნინო ლაპიაშვილს მინდა გთხოვო არსებული ვითარების შეფასება. ქალბატონ ნინო, თქვენ მუშაობთ ამ საკითხზე და რა დასკვნები გამოიტანეთ? ზოგადად მინდა დავეთანხმო აქ მყოფთ ვინც აღნიშნეს რომ საქართველოს კანონმდებლობა ჰარმონიზებული არის საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ გაგვაჩნია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მექანიზმები, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის მეშვეობით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მეშვეობით, ისევე როგორც სამოქალაქო წესით. აქ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ გავითვალისწინოთ მსოფლიო გლობალური ეკონომიკის ასპექტები. კონკრეტულად უნდა აღვნიშნოთ, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ ხელშეკრულება არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მარაქეშის 1994 წლის 15 აპრილის სადამფუძნებლო დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი დანართის სახით. სწორედ აი ეს საერთაშორისო ხელშეკრულება ყველა წევრისთვის და ყველა წევრი სახელმწიფოსთვის არის სავალდებულო, ისევე როგორც ჩვენთვის საქართველოსთვის. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ 20 მუხლი მოიცავს ამ საკითხებს. თავის დროზე, როდესაც განვითარებული ქვეყნების მიერ იქნა დალობირებული ეს საკითხი, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი ყოფილიყო, სწორედ აი ეს ხელშეკრულება, საერთაშორისო ხელშეკრულება, ეს მოკლედ TRIPS-ი ეწოდება. იქ რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნა რა განვითარებადი ქვეყნებისთვის საკმაოდ რთული იქნებოდა გარკვეული მოთხოვნების აღსრულება და გარკვეული დებულებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. შესაბამისად, ყოველთვის, როდესაც ვსჯელობთ იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ჩვენთან და რა ხდება ევროკავშირში, აუცილებლად ეს გლობალური ასპექტიც უნდა გავითვალისწინოთ და უნდა გავითვალისწინოთ რა უძღოდა წინ აი ამ დებულებების ჩამოყალიბებას საერთაშორისო დონეზე. შესაბამისად, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ყოველი კვლევა, რომელიც ჩატარდება ამ საკითხებთან მიმართებაში, გაითვალისწინონ ის წინაპირობები, რაც არსებობდა, გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში როგორი ეკონომიკური მდგომარეობა, როგორი სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები და კონკრეტული რეკომენდაციები რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს კანონმდებლობაში. გასაგებია, ბატონო დარ ხადურს მინდა დაუსვა შეკითხვა. ბატონო დარ, თქვენი აზრით, რატომ მოხდა იმ 4 რეკომენდაციის შორის, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას უკავშირდება, ერთ-ერთი ინტელექტუალური საკუთრება? დავიწყოთ იმით, რომ ინტელექტუალური საკუთრება და მისი დაცვის მექანიზმი ევროპისათვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა უფლებები ადამიანების. მე მარტივი განმარტება ასეთი შეიძლება იყოს, რომ ევროკავშირი ცდილობს, ევროპა ცდილობს, რომ საქართველო არ იყოს მხოლოდ მომხმარებელი ინტელექტუალური საკუთრების, ეს განსაკუთრებით ტექნოლოგიებს შეეხება, პროგრამებს და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯებს და ბაზარს არ მოვაქცევთ ცივილურ ჩარჩოებში, ჩვენ მუდმივად დავრჩებით იმ საფრთხის წინაშე, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს ევროპის ბაზარზე არალეგალური საქონლის მოსახვედრად, მათ შორის იგივე ყველაზე მარტივი დაუშვათ ეს კომპაქტ დისკების მეშვეობით, ეს შეიძლება იყოს პროგრამული უზრუნველყოფა, ფილმები და ასე შემდეგ. ანუ ევროკავშირი ცდილობს, რომ საქართველო, მისი ეკონომიკა ზოგადად გახდეს ევროპული ტიპის ქვეყანა და დაიცვას ყველა ის, ასე ვთქვათ, პირობა, რომელიც შეეხება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ წაახალისოს გამოგონებები, წაახალისოს ქვეყანაში ინვესტიცია მაღალ ტექნოლოგიებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბატონო, თქვენი პოზიცია. მე გავაგრძელებდი იმას, რაც ბატონმა ნოდარმა ბრძანა.
მაგრამ მინდა საერთოდ ცოტა უფრო ფართებ კონტექსტში განვიხილო ეს ინტელექტუალური საკუთრების საკითხები. აქაც კი წარმოიჭრა გარკვეული დავა, რა არის საკუთრება, უნდა დავიცვათ თუ არ უნდა დავიცვათ. მე მინდა შევახსენო დამსწრეთ და ტელემაყურებელსაც, რომ ყველა დავის გადამწყვეტი არის ექსპერიმენტი და მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს შემდეგს. მხოლოდ ის ქვეყნები განვითარდნენ და გადავიდნენ განვითარებადი სტატუსიდან განვითარებულების მდგომარეობაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიც, როგორც ირლანდია და ფინეთი, მაგალითად და ახლა ესტონეთი, ვინც განახორციელა გრძელვადიანი, მკაფიოდ გაჟღერებული საინოვაციო პოლიტიკა. ახლა რა არის ეს საინოვაციო პოლიტიკა? საინოვაციო პოლიტიკა დგას სამ სვეტზე. პირველი სვეტი არის საბაზრო ღირებულებების აღიარება. ფასეულობების აღიარება, ანუ ბაზარი ადგენს ფასს საქონელზე, ხელშეუხებელია საკუთრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეორე არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. მესამე სვეტი ეს არის სახელმწიფოს გრძელვადიანი ვალდებულებები განათლებაში და განათლებისა და მეცნიერების მიმართ. აი თუ ეს სამი სვეტი არსებობს ქვეყანაში, მაშინ ყველა მათგანი თავის ადგილს პოულობს და ჯამში სინერგიით გვაძლევენ შედეგს. თითოეული მათგანი სხვების გარეშე არ ვარგა. აქ უკვე ვახსენეთ, აი ბატონმა გიგიმ ახსენა მეცნიერების სიტუაცია, ზოგადად ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე როცა ვლაპარაკობთ, ეს მრავალდონიანი და მრავალასპექტიანი საკითხები. ახლა ის რაც აინტერესებთ ევროპელებს, პირველ რიგში რა თქმა უნდა მათი პროდუქციის დაცვა ჩვენ ბაზარზე. ამიტომ კონტრაფაქტული პროდუქცია, ამიტომ ესე იგი ფალსიფიკაცია და ასე შემდეგ, რაც მართალია და ამას უნდა მოვერიოთ. მაგრამ აქ უნდა ვიყოთ ჯერტი ფრთხილები იმ თვალსაზრისით, რომ დაჭერის რომელიც ღერდა გარდა წახალისებაც არსებობს. მაგალითად, ევროპის ბევრ ქვეყანაში თქვენ კომპიუტერს და მათ უზრუნველყოფას ჩამოწერთ შეძენის პირველ წელს. ანუ 100%-იანი ამორტიზაცია ირიცხება პირველსავე წელს და სათანადოდ ეს სახსრები დასაბეგრი ბაზიდან იქვითება. ამცირებ დასაბეგრ ბაზას. ესეთი მეთოდებიც არსებობს. რატომ მხოლოდ დაჭერა და მხოლოდ დასჯა? აქ ავიღოთ მაგალითი, მაგრამ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები უფრო ფართე ასპექტს. მაშასადამე ინტელექტუალური საკუთრება, თქვათ ისეთი მისი სახეობის სახით, როგორც აი პატენტები, ქვეყნისთვის მომგებიანია მათი შექმნა და რეალიზაცია როგორც შიგნით ისე გარეთ, თქვათ ლიცენზიების სახით, მაგრამ ქვეყნისთვის, განსაკუთრებით დამწყები ქვეყნისთვის, განვითარებადი ქვეყნისთვის, ასევე მნიშვნელოვანია მათი შეძენა და გარეთში, გარეთ გაკეთებულის შემოტანა ქვეყანაში და რეალიზაცია. აი მე მინდა მივაქციო ყურადღება, ხშირია ლაპარაკი მეცნიერების როლზე ქვეყანაში. მეცნიერება და კვლევითი სისტემა საჭიროა ორივე ამ არხის რეალიზაციისთვის. ანუ საკუთარი შექმნისა და რეალიზაციისთვის და ასევე სხვისი შექმნილის შემოტანისა და ადაპტაციის. გასაგებია. ეს არ უნდა დაგვეჭიროს. თუ დავამატებ ერთ სიტყვას. მოკლედ თუ შეიძლება რეკლამაში. კვლევითი სისტემა გვექნება სუსტი, მაშინ ვერც ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა საკპატენტი, ვერც ადვოკატები და ვერც სასამართლოები ჩვენ წინსვლას ვერ უშველია. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ და ვისაუბრებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე, ხელმძღვანელობთ თუ არა მათი გამოცდილებით. განაცემა ევროპული არჩევანი კვლავ პირდაპირ ეთერშია. ჩვენ ვსაუბრობთ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ. ბატონო ირაკლი, თქვენთან მინდა რეკლამის შემდეგ გადმოვიდე სიტყვით. რომელი ქვეყნის მაგალითით ხელმძღვანელობთ? ამ ხელმძღვანელობთ თუ არა საერთოდ სხვა ქვეყნების მაგალითით? რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზიარებთ მაქსიმალურად ყველას გამოცდილებას. ჩვენ რო ვთქვათ, რომ ახლა ერთი ქვეყნის მაგალითი ავიღოთ კონკრეტულად და გადმოვიტანოთ, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი ჩემი აზრით. სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დონეზეა განვითარებული, ვთქვათ, ესა თუ ის ობიექტები ინტელექტუალურ საკუთრების და შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად ნახულობთ ისეთ, რომელიც ჩვენ რეალობას შეესაბამება. მაგალითად, საუბარი იყო ახლა პატენტებთან დაკავშირებით და
ზოგადად მეცნიერებას და ესე ვთქვათ კომერციალიზაციაზე პატენტების ძალიან კარგი მაგალითი აქვს ისრაელს ამ თვალსაზრისით, ანუ იქ უმაღლეს დაწესებულებებში არსებობს ძალიან სერიოზული ეგრეთ წოდებული ტექ ტრანსფერ ცენტრები, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი გამოგონება, ანუ მეცნიერული რაც იქნება პროდუქტი ამ უმაღლეს სასწავლებელში ინსტიტუტში, ხდება მისი კომერციალიზაცია, შემდეგ ხდება პატენტში თანამონაწილეობა ამ ინსტიტუტის და ძალიან სერიოზული შემოსავალი აქვს, როგორც ამ ინსტიტუტს, ასევე მეცნიერების განვითარებაც ხდება. დაპატენტება ხდება ამ გამოგონების და კომერციალიზაცია და შემდეგ ჩვეულებრივად გაყიდვა და ძალიან სერიოზული შემოსავლები აქვს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოც მონაწილეობს ამ სქემაში და ჩვენ ზუსტად აქედან გამომდინარე გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოებასთან ერთად, მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციასთან ერთად დავიწყეთ პროექტი, რომელიც ეხება ეგრეთ წოდებული ტექ ტრანსფერის მოდელური სქემის შექმნას, რაც გულისხმობს, რომ პატენტი არ უნდა დარჩეს მარტო ფულცელზე, ეს უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია, თავიდანვე უნდა მოხდეს, თქვათ, შერჩევა მიმართულების, რომელიც უფრო პრიორიტეტულია, რომელიც კომერციალიზაცია შეიძლება, ასევე უნდა მოხდეს ეგრეთ წოდებული ბაზრის შექმნა პატენტების, რაც გულისხმობს, რომ გამოქვეყნდეს ესათვის გამოგონებები და შემდეგ ამის რეალიზაცია მოხდეს. ჩვენ ამის კონკრეტული მაგალითები გქონდა, ძალიან ახლო ურთიერთობები გვაქვს საპატენტო უწყებებს შორის დანიაში, შვედეთში, ისინი ჩვენ თანახმარიან, რომ ჩვენი პატენტების განთავსება მოხდეს მათ საიტებზე, მათ აქვთ ეგრეთ წოდებული ბაზრები შექმნილი, მარკეტები ამ პატენტების და ხდება ანოტაციების განთავსება და ძალიან დიდ ინტერესს იწვევს ეგრეთ წოდებული მწვანე ტექნოლოგიები, აღდგენადი ენერგიები და ამ ძალიან დიდი მოთხოვნადია თუ შესაბამისად ასეთი გამოგონება თუ არის, ამის რეალიზაცია ხდება. რაც შეეხება საავტორო უფლებებს, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ავიღეთ პირდაპირ მაგალითი უნგრეთიდან, იმიტომ რომ ესეც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, თითქმის იგივე გზა გაიარა, რაც თქვა საქართველომ. აქაც სქემა ავიღეთ ესეთი, იქაც ესეთი პრობლემა არსებობდა, არის ესეთი watch list-ი, სადაც შესულია ქვეყნები, რომლებსაც თქვათ საავტორო უფლებების დაცვის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემა აქვთ. შესაბამისად შეიქმნა ესეთი სამთავრობო სტრუქტურა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ესეთი მუდმივმოქმედის საბჭოა, რომელიც შეეხება საავტორო უფლებების ახსოვებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აქ შესულია სხვადასხვა სტრუქტურები, მათ შორის სამართალ დამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებიც, უცხოელებიც მონაწილეობენ ამაში და იქ ხდება სტრატეგიის შემუშავება ზოგადად საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. ჩვენთანაც არსებობს ეს სქემა, სტრატეგიაზე შემუშავებულია და ფაქტობრივად მიღებული იქნება სამოქმედო გეგმა, რომელიც დაგვეხმარება, რომ მოვახდინოთ, ასე ვთქვათ, თუ არის დათვლილი რა თანხა ჯდება მთელი ეს რეფორმა და ამ თანხას მთლიანად დაფარავს სახელმწიფო თუ რაიმე ასე ვთქვათ ფულს ევროკავშირისგანაც ელოდება საქართველოს. რაც შეეხება ახლა რეფორმა რა თანხა ჯდება, მე მოგახსენებთ პროექტებს, რაც შეეხება ამას ხდება უცხოური დაფინანსებით, ვთქვათ, იგივე გერმანიის ტექნიკური დახმარების სააგენტო და სახელმწიფოს ასე ვთქვათ საკვანტეთის მონაწილეობით, არის მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციას მონაწილეობს, ჩვენც მონაწილეობთ. გარდა ამისა, ამერიკის განვითარების სააგენტოს აქვს სერიოზული პროგრამა კიდე, რომელიც დაკავშირებულია საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. მე სავარაუდო ბიუჯეტი ვიცი, მაგრამ ჯერ არ მინდა მაინც გავაჟღერო, მათი მხრიდან ჯობია რომ გაჟღერდეს ეს და აქ არის როგორც უცხოელების მონაწილეობა, ისე ჩვენი მონაწილეობითაც ხდება ეს ასე ვთქვათ ასეთი სტრუქტურების შექმნა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს სასურველ შედეგად. ბატონ დიმა, ხედავთ თუ არა ამის სოციალურ, ეკონომიკურ ან თუნდაც პოლიტიკურ ასე ვთქვათ რისკებს, თუ კი თქვენ გამკაცრებაზე საუბრობთ კანონმდებლობის, თუ კი ეს ყველაფერი გამკაცრდება, შეიძლება თუ არა სხვა პრობლემების წინაშე დავდგეთ. გარკვეული რისკები შეიძლება იყოს, მე აქ ვეთანხმები გამოსვლელებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია და საკმარისად დიდი დრო გავიდა უკვე, ეს არც გუშინ და არც გუშინ წინ, არც მას წინ და არც 2 და 3 წელს წინ არ დამდგარა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თემა. ჯერ კი 1995 წლიდან, როდესაც ჩვენ დეკლარირება გავუკეთეთ ახალ კონსტიტუციას, გარკვეულწილად კონსტიტუციურ უფლების ხარისხში იქნა ყვანილი ინტელექტუალური საკუთრება, შესაბამისად მერწმუნეთ საკმაოდ დიდი დრო არის გასული იმისთვის, რომ უკვე დღის წესრიგში დადგეს ჩვენ მოქმედების ძალიან ნაკლები დრო გვაქვს. ამ ლოიალური პოლიტიკით მე აქ ესმის გამოსვლელს, რომ ეს კარგი არის, აი ეს 4 კომპონენტი, ფართო ცნება, აი ამ ყველაფრის და ასე შემდეგ. საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისთვის, რომ ჩვენ ლოიალურად მივუდგეთ ამ საკითხებს. ანუ შეგვიძლია რომ საკანონმდებლო ცვლილებები გავატაროთ მყისვე, მე ისევ ვიმეორებ, ახლა მე იურიდიულ
პოლემიკაში არ შევდივარ, მაგრამ სასჯელის დანიშნულება აუცილებლად არ არის უკაცრავად ამ სიტყვაზე, ძალიან ცუდი სიტყვაა დაჭერა, რომლის მომხრე არავინ არ უნდა იყოს. აბსოლუტურად იურისტები აქ ხედავენ და გამიგებენ ზოგიერთი რაც არის. სასჯელის პირველი და უმთავრესი მიზანი ევროპული კანონმდებლობით და ცივილური კანონმდებლობით არის პრევენცია დანაშაულის ჩადენის. ანუ ეს არის აპრიორი სასჯელის სანქციის გამსაზღვრელი და არა ის რომ შენ თუ ამას იზამ აპრიორი სახელმწიფოს ან სამართალდამცავი ორგანოების მიზანია ვიღაცა ასე ვთქვათ. მე როდესაც კვლევებს გავაცანი ბატონო დიმა, იქ საუბარი იყო ასეთ რამეზე რომ იმიტომ არ მიდიან სასამართლოში რომ შეიძლება სასამართლო ხარჯები უფრო მეტი დაუჯდეს ვიდრე იქიდან სარგებელს მიიღებს. ეთანხმებით ამასაც ვეთანხმები და ამაზე გადავალ. ამას ცალსახად ვეთანხმები, იმიტომ რომ ძალიან დაბალი კრიტერიუმები არის თუნდაც ინტელექტუალური საკუთრების შელახვისთვის. ეს უკვე მეორე საკითხია სასჯელთან დაკავშირებით რომ მოვჭე. ამას გულისხმობდი მე და არა იმას რომ ასე ვთქვათ სასჯელი ვინც დააშავებს პირდაპირ ხისტად გაუშვათ, დავიჭიროთ, გადაუგრიხოთ ხელები და რაღაც გავაკეთოთ და ეს ცვლილებები რომ შევა ამისთვის გარკვეული დრო საკანონმდებლო დრო ანუ შევიდეს ეს კანონი ძალაში და ვიცოდეთ ყველამ თუნდაც 2012 წლის ივლისს. ნუ ამდენიც დაჭირდება გონებრივი დრო იმისთვის რომ ამ კანონის ამოქმედებისთვის ყველა მექანიზმი იქნეს გამოყენებული და შესაბამისად აი ესე დასრულდეს თემა. მე მგონია ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ერთ-ერთი ეფექტური საშუალება, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება იქნება ეს. ყველაც შეეხება სასამართლო პრაქტიკას. მე აი ეს სხვადასხვა ქვეყნების გამოყენებიდან გამომდინარე ჩვენ ინგლისური მოდელი სამწუხაროდ არ გვაქვს, სადაც პრეცედენტული სამართალია და უკვე ერთხელ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებაზე აპრიორი იგივე кейსზე, ანუ იგივე პროცესზე, იგივე შემთხვევაზე, ასე ვთქვათ, გამოიყენოს სასამართლომ, ჩვენმა სასამართლომ, რომელიც სხვა სისტემის რომანული გერმანული სისტემის სასამართლოა და ერთიანი პრაქტიკა სავალდებულო კანონით არ არის თუნდაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებისთვის. ძალიან მწირია პრაქტიკა, ძალიან მანკიერი არ შემიძლია ვთქვა, ძალიან მწირია სასამართლო პრაქტიკა ამასთან დაკავშირებით და ამ გამოკითხვებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანს აქ მოვიდინე რომ მე რომ წავიდე სასამართლოში, გონია რომ რატომღაც სახელმწიფო უწყება უნდა იყოს მეორე მხარეს ან ვიღაცა ისეთი მონსტრი, რომელსაც ვერ მოუგებს, ხო? იგივე მენტალობიდან გამომდინარე რომ აი მე რა შემიძლია გავაკეთო, ახლა მან გაბედა ამ ინტელექტუალური საკუთრების ან კონკრეტული ჩემი დაცვის ქვეშ აი ამ ობიექტის ჩემი საკუთრების შელახვა ის უარესაც მიზავს. ხშირ შემთხვევაში ეზარებათ, ხშირ შემთხვევაში არა აქვს თქვა სიტყვაზე წარმომადგენლის ხარჯი. თუ თანხები გამოიყოფა, თუნდაც იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტულად შეიქმნა საკპატენტთან არსებული, ასე ვთქვათ, რაღაცა უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი, ვთქვათ, პირველ ეტაპზე, სადაც კვალიფიციური იურისტები მოემსახურებიან ამ ადამიანებს, რომ ეს დისკომფორტი, ასე ვთქვათ, მოიხსნას და თუ ეს თემა არის აქტუალური, იქნება ძალიან კარგი, ხო? და რაც თავარია, იგივე ტრენინგები არა მარტო მოსახლეობის ფართოფენისთვის და პრესისთვის, პირველ რიგში მოსამართლეებისთვის და ადვოკატებისთვის. პირველ რიგში მოსამართლეები და ადვოკატები ვერ ერკვევიან სათანადო სამწუხაროდ ჩვენ დავდებთ თავს რომ აბსოლუტურად ასე ვთქვათ ვართ 200%-ით ძალიან მაგრები ამ სიტუაციაში, თუმცა აი ესეთი ტიპის იგივე სემინარები, იგივე სასამართლო პრაქტიკის გაზიარება და ერთიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება, სადაც უკვე ერთი პრეცედენტი რო იქნება, რომ საკმაოდ სერიოზულად დაჯარიმდება დამღვევი მხარე სასამართლოს მეშვეობით, მისცემს იმის სტიმულს სხვა ყველა ადამიანს, სხვა ყველა მოქალაქეს, ვისი ინტელექტუალური საკუთრებაც შეიძლება შეილახოს. კავატანინო, მე მინდა ხელშეკრულებებზეც ვისაუბროთ, რაც საქართველოს აკავშირებს უმეტესად, მე როგორც ვიცი, ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან რა აბკოლებს ხელშეკრულებების გაფორმებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში? ვიცით, როგორც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს ამაზე მოლაპარაკებები. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის 2010 წლის გეგმით არ იყო მაინც მოთხოვნილი, რომ 2010 წელს მომხდარიყო ყველა ქვეყანასთან, ანუ ევროპის წევრ ქვეყნებთან ამ ხელშეკრულებების გაფორმება. როგორც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს მოლაპარაკება და ამაზე საკპატენტის წარმომადგენლები ალბათ უფრო დეტალურად ისაუბრებენ. აი რას გულისხმობს ეს ხელშეკრულებები, ბატონო ირაკლი, რომელსაც ვაფორმებთ სხვა სახელმწიფოებთან? თანამშრომლობის შედეგად. ეს არის რა თქმა უნდა თანამშრომლობის, ეს არის ვთქვათ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, ესე ვთქვათ გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ესეთი მემორანდუმები, ესე ვთქვათ ურთიერთთანამშრომლობის გაფორმებული გვაქვს უნგრეთთან, დანიელებთან ვაფორმებთ, ახლა შვედებთანაც მალე გავაფორმებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გავაფორმებთ ძალიან. მაგრამ აქ ძირითადად არის საუბარი, ესე ვთქვათ უცხოური გამოცდილების გაზიარებაზე. მანამდე იყო რა თქმა უნდა გაფორმებული კიდე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ესე ვთქვათ სულ დაახლოებით 15-მდე ესეთი შეთანხმება მემორანდუმია გაფორმებული. აქ არის ძირითადად საუბარი გამოცდილების გაზიარებაზე, ექსპერტების ესე ვთქვათ ურთიერთგაცვლაზე, ეგრეთ წოდებული twinning-ის პროგრამაც არის, ანუ
გადამზადება, რაც გარკვეული კვალიფიკაცია, სემინარების ჩატარება, ძალიან სასარგებლოა. ანუ გაზიარება არის გამოცდილების დოკუმენტია, დიდი მიზანი გაზიარება. ქალბატონინო, რამდენად არის, ასე ვთქვათ, საზღვარგარეთ დაცული საქართველოს უფლებები ამ კუთხით? როდესაც ლაპარაკია თქვათ გეოგრაფიულ აღნიშვნებზე და საქონლის ადგილწარმოების დასახელებაზე. ამ მიმართულებით საქმე საკმაოდ ისეთ სერიოზულად ვიტყოდი, რომ უფრო ცუდ მდგომარეობაშია ბევრად. იმიტომ რომ ფაქტიურად იქნება ის ღვინის ჩვენი ქართული ღვინის დასახელებების გამოყენება მოგეხსენებათ რუსეთის, მოლდოვეთის, ქვეყნებში ხდება ისეთი ყოველგვარი დაცვის გარეშე და ამისათვის მართალია საკპატენტი გარკვეულ ღონისძიებებს იღებს და სადაც სიტყვაზე ხელი მიუწვდება თან ამის პრეცედენტი არსებობს, ცდილობს რომ მაქსიმალურად დაიცვას ეს ისა, მაგრამ ეს უფლება, მაგრამ მოგეხსენებათ ისეთი ტოტალური მასშტაბით ხდება იგივე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამის გამოყენება, რომ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა სახელმწიფომ რაღაცა სხვა დამატებითი ნაბიჯები უნდა გადადგას, გნებავთ ღვინოსთან დაკავშირებით რაღაც მართლა ან ერთ ქართულ საერთო ბრენდად ჩამოყალიბების ან რაღაცა ამას თვითონ გადაწყვეტავენ ამ დარგის ისინი სპეციალისტები ალბათ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძნელია, რომ ესე ერთმა რაღაცა უწყება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა თითოეულ რაღაცა იმაზე დანაშაულს დიოს ესე. კიდე ცალკე პრობლემა მე ღვინოს არა და ეს საზღვარგარეთთან დაკავშირებით გამახსენდა ფოლკლორი, ქართული ფოლკლორთან დაკავშირებით დაახლოებით 8-9 თვის წინ მე დამიკავშირდა გიორგი უშიკიშვილი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სადაც აი ტოტალურად ხდება თუნდაც ქართული ფოლკლორიდან გამომდინარე ეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, ასე ვთქვათ, ბუნებრივი არის, ხალხური არის და როგორ ხდება, როგორ უნდა მოხდეს ამის დაცვა, საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს უკვე დაახლოებით 9 თვეა გიორგიც არის თაქთაქიშვილი ამ სიტუაციაში, როგორც ექსპერტი ჩართული, მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დღესმოქმედი კანონმდებლობა არ გვაძლევს ბოლომდე იმის საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, ეს დავიცვათ. საზღვარგარეთ. თუნდაც აი გიორგიმ თავის სფეროში, ასე ვთქვათ, დაიწყო ძალიან აქტიურად უშკიშვილზე მაგ საუბარი, ქართული ფოლკლორის დაცვა და ხშირ შემთხვევაში ყოფილა საზღვარგარეთ შემთხვევებში, როდესაც ქართული ფოლკლორის რომელიც ჩაკრულო ან რაღაცა ვთქვათ, სიტყვაზე სომხური, ეროვნული, ასე ვთქვათ, ან სხვა ქვეყნის, ასე ვთქვათ, სახელით ყოფილიყო გასული. ეს საზღვარგარეთ ამ ევროპის და მეტად მსოფლიოს მოსახლეობამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს და შესაბამისად უკვე მოხმარებელი შედის ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული მემკვიდრეობა, რომელსაც აღჭირდება დაცვა. ამ კუთხითაც ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის და მე მგონია რომ საბოლოო ჯამში საკანონმდებლო ცვლილებები და ის რაც ხდება, ეს ყველაფერი დაეხმარება. გასაგებია ჩვენ დასასრულისკენ უნდა წავიდეთ აუდიტორიაში მივცემ ყველას მოკლედ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას, მანამდე ბატონ გიგი თქვენ მინდა გითხოთ, საუბარი იყო აქ გამკაცრებაზე კანონმდებლობის. თქვენი აზრით, რამდენად შედეგიანი იქნება ახლა კანონმდებლობის გამკაცრება? და ბევრი მიმართულებით იქნება, იმიტომ რომ აი ცნობილია, რომ მაღალტექნოლოგიური ფირმები და სადაც მაღალ ტექნოლოგიებში აი განვითარებულ ქვეყნებში დაბანდება ხდება და ტექნოლოგიების შეტანა ხდება იქ, სადაც საავტორო უფლებები არის დაცული. კარგად. სადაც სულად არის დაცული, იქ არ ხდება როგორც წესი. აქ ვილაპარაკეთ რატომაც. ამიტომაც ეს შეიძლება თქვა ჩვენ ესეთია, ესე ერთადერთი გამოსავალია, რომ ეს გააკეთოს ქართულმა სახელმწიფომ და სხვანაირად აი დღეს ბევრს ლაპარაკობენ მეცნიერების განვითარებაზე, ტექნოლოგიების განვითარებაზე. აღარ ტექნოლოგიები არ განვითარდება და მეცნიერება თუ არ იქნება ტექნოლოგიების ტრანსფერი, იმიტომ რომ ყველაფრის განვითარება ეწევა ტრანსფერიდან. ანუ ჯერ შემოიტანა რაც არის და მე რამაზე დაყრდნობით უნდა განავითარო შენი საკუთარი. ასე ეს არის ესე საზოგადო აუცილებლობა ჩვენი ქვეყნის. ამიტომაც ამ შემთხვევაში გამკაცრება არის სწორედ ის, რაც ჭირდება ქვეყანას და ჭირდება განვითარება. გასაგებია, ჩვენი დრო იწურება, მე მოგცემთ ყველა საშუალებას, თუ გსურთ გამოთქვათ თქვენი მოსაზრება მოკლედ. ბატონო? კი ბატონო, ბრძანეთ. აქედან დავიწყოთ მაშინ და ყველას მოგეცემეთ შესაძლებლობა საკუთარი აზრი გამოთქვათ. ეხლა ეს ცოტა იმას გავს, ეხლა რა იწყება, რით იწყება, ჯერ ტექნოლოგიის ტრანსფერით და მერე მეცნიერების შექმნით თუ პირიქით. ესე იგი, მაღალი ტექნოლოგია არ შედის იმ ქვეყანაში, სადაც არ არის ცოდნა. ცოდნა არ არის იმ ქვეყანაში, სადაც არ არის მეცნიერება. ამიტომ იწყება ყველაფერი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ვალდებულებებით, დიდი ხარჯებით მეცნიერებაში და ცოდნაში და ამას მოყვება ტრანსფერი. ეს აი თელ ამ ჩვენ საუბარში ჩვენ სულ ვუბრუნდებით ვიწრო ინტერპრეტაციას ინტელექტუალური საკუთრების, რომელიც არის კონტრაფაქტური პროდუქცია, ვთქვათ. ხო? მე მინდა რომ კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ ინტელექტუალური საკუთრება არის ძალიან ფართე ცნება დაკავშირებული ქვეყნის განვითარებასთან და ასეც უნდა განვიხილოთ. აი, ვისწავლოთ მისი ყველა კომპონენტი ევროპისგან. და არა მარტო ის, რაც არის ფლაგმანურ ინიციატივაში დაფიქსირებული EAP-ის ფლაგმანური ინიციატივა, ეს
ღრმა და ყოვლის მომცველ ხელშეკრულებაში უფრო ფართედ უნდა შევხედოთ და მეც მოვიგებთ ევროპის. გასაგებია თუ გსურთ განვაგრძობ ამას რომ ჩვენ ეს საქმე უნდა ვაკეთოთ არა იმიტომ რომ წარმატებით დავიწყოთ და დავასრულოთ ევროკავშირთან შეთანხმება, არამედ იმ შეგნებით რომ ამას ვაკეთებთ ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვაშენოთ ჩვენი სისტემა, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საპატენტო საექსპერტიზო სისტემა, ჩვენ პირველ რიგში ვჭირდება სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჩემი აზრით უნდა განიხილებოდეს უფრო ფართო წრეში ვიდრე დავუშვათ ამ წუთისთვის ეს არის გათვალისწინებული, ალბათ მაქსიმალურად უნდა საზოგადოების სხვადასხვა ფენები იყოს ჩართული და სწორედ ამ სტრატეგიული გეგმის ეტაპობრივად ცხოვრებაში გატარება, გააზრებული პოლიტიკის გატარება ალბათ იქნება გამოსავალი. გარკვეულწილად გავაგრძელებ აზრს, სწორედ ამ საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან მინდა კონკრეტულად შევეხო ამ საკითხს. კოლექტიური მართვის ორგანიზაციები, რომელიც არსებობს თითქმის ყველა განვითარებულ მსოფლიოს ქვეყანაში, წარმოადგენს სწორედ ერთ-ერთ მექანიზმს იმისა, რომ მოხდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების განხორციელება და დაცვა. სამწუხაროდ საქართველოში ცნობადობა ჯერჯერობით არის დაბალი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა და არსებობს ავტორთა საზოგადოება, დღეს უკვე შეიქმნა და არსებობს მომიჯნავე ანუ შემსრულებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებაც და სწორედ ეს არის პირველი მექანიზმი იმისა, რომ კოლექტიურ საფუძველზე ერთგვარი გაერთიანების ფორმით მოხდეს აი ამ უფლებების განხორციელება და დაცვა. ეს პროცესი დაწყებულია და შესაბამისად ეს პროცესი რაღაც შედეგებს გასაგებია. ბატონო დარსო შეიძლება მივაწოდოთ მიკროფონი. მე ერთ ასპექტზე გავამახვილებ ყურადღებას, დაუშვათ ევროპელები არ გთხოვენ ჩვენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვას. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამაში დაინტერესებული. მე როგორც ეკონომისტი გეტყვით, საქართველოს ბაზარი არის ძალიან მწირი. მოსახლეობის რაოდენობით მცირეა, ჩვენი მსყიდველობით უნარიანობა არის ძალიან დაბალი და ცხადია, რომ კონტრაფაქტულ პროდუქციას, ეგრეთ წოდებული ლიცენზირებული პროდუქცია კონკურენციას ვერ გაუწევს და ჩვენ მუდმივად ჩამორჩენილები ვიქნებით და მუდმივად ძიმე სიტუაციაში ვიქნებით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გასაგებია, რომ მსყიდველობით უნარიანობის გამო ახლა ძალიან რთულია პირდაპირ დღეს ვიავკრძალოთ და ბატონ დიმიტრის დავესესხებით დავიჭიროთ სულ ყველა, ვისაც სახში გატეხილი Windows-ი აქვს, მაგრამ აქეთაც უნდა წავიდეთ, რომ ჩვენ უნდა წავახალისოთ ეს სიტუაცია რაღაცა პერიოდის შემდეგ. საქართველოს დღეს ჩვენ უფასოდ უწევთ Windows რეკლამირებას, ყველა ვისაც სახში გვაქვს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ბენეფიტი იმ კომპანიისათვის, მაგრამ ხვალ ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ იქით, რომ ყველას ფერზე უნდა დავიცვათ ის უფლებები, რომლებიც წარმოებლებს გააჩნია. გასაგებია. მეც გავაგრძელებ იგივე აზრს, წეღან აღნიშნე, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირის შორის არსებული დიალოგის ფარგლებში არსებული პრობლემა, არამედ მეტად გლობალური პრობლემა არის და ჩვენთვისვე არის ასიკეთ, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლევის შედეგების რეალური იმპლემენტაცია მოვახდინოთ ქართულ კანონმდებლობაში. ძალიან კარგი იქნება თუ გამკაცრდება სანქციები, აგრეთვე თუ გაიზრდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელთა ინფორმირებულობის დონე მთლიანად საქართველოში. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ სისხლისამართლებრივი დევნა კერძო საჯარო სახისა, რაც გულისხმობს იმას, რომ დაზარალებული საჩივრის საფუძველზე იწყებს პროკურორი სისხლისამართლებრივი დევნას და ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელის, ასევე სამრეწველო საკუთრების უფლებების მფლობელმა იცოდნენ, რომ მისი უფლებები შეილახა და როგორ უნდა დაიწყონ, თუნდაც საჩივარი როგორ დაწერონ, რომ დაიწყოს ეს პროცესები. გავაგრძელებ ეს თქვენს ნებართვით, ჩემის აზრით საკანონმდებლო დონეზე, როგორც ითქვა, ყველაფერი შესრულებული, ახლა ალბათ ჯერია უკვე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, რაც საკმაოდ დიდ წინ წაგწევს და დიდ სტიმულს მისცემს იგივე ამ ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, რომ თვითონ მოსახლეობამ კარგად შეიცნოს და კარგად გაითავისოს თუ რა უფლებები აქვს მას და როგორ დაიცვას თავისუფლად და ერთ დავამატებ თუ შეიძლება უბრალოდ არ იყო ნათქვამი, მინდა უბრალოდ ცნობის სახით ასევე მოგაზრდოთ, რომ საქართველოს სულ რაღაც 2-3 თვის წინ ხელი მოაწერა ევროპასთან გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზეც. მართალია ჯერ ოფიციალურად არ შესულა ძალაში და ეროლდება უბრალოდ რატიფიკაციას ევროპარლამენტში, მაგრამ ანუ ყველა პროცედურა ფაქტურად დამთავრებულია და უბრალოდ ფორმალური ნაწილია დარჩენილი. ერთადერთი რაც შემიძლია თქვა, რომ აქტიურ მონაწილეობას მივიღებ თვითონ ამ ინფორმაციის გავრცელებისა და აზრის
დასაბუთების მიმართულებით, აქ იყო ნათქვამი, რომ აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება, იურისტების ტრენინგი, მთავრობის ხალხის მომზადება, დიდი სიამოვნებით ჩვენი საქმე, ახალი ეკონომიკური სკოლის საქმე ეს არის, სემინარები, ტრენინგები, თუ ჩვენ მოგმართავთ, შევეცდებით სხვანაირად შეგახედოთ მოვლენისთვის და უფრო მეტი არგუმენტები მოგცეთ, შეიძლება თქვენი საქმიანობისთვის. წინ ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვავალთ, რომ დავხარჯავ დროს, ენერგიას, შექმნით არასაჭირო სამუშაო ადგილებს იმისთვის, რომ დავიცვათ, რის დაცვაც აუცილებელი არ არის და პირიქით გვაზარებს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი დისკუსია, ასე ვთქვათ, ამით დასრულდა. გადაცემის მომდევნო ბლოკში ისტორიული ფაქტები ევროკავშირის შესახებ. 1962 წელი, როგორც ჩაეყარა საფუძველი ევროკავშირის ერთიან სასოფლო სამეზობლო პოლიტიკას, შარლ დე გოლის პოლიტიკა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი. 1966 წელი, ლუქსემბურგის კომპრომისი. საინტერესო ფაქტები ევროკავშირის ისტორიიდან. გადაცემა ევროპული არჩევანი კვლავ პირდაპირ ეთერშია და გთავაზობ ჩვენი გადაცემის მომდევნო ბლოკს საინტერესო და ისტორიული ფაქტები ევროკავშირის ისტორიიდან. 1962 წლის 30 ივნისი ევროკავშირში ძალაში შევიდა ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებისა და პროგრამების სისტემას. CAP-ის, ანუ ერთიანი სასოფლო-სამეურნეო ბიუჯეტი 1992 წლამდე შეადგენდა ევროკავშირის ბიუჯეტის დაახლოებით 48%-ს. 2013 წლისთვის დაგეგმილია, რომ იგი 32%-მდე შემცირდეს. ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მიწების სუბსიდიების დაფინანსებას, მათ შორის გარანტირებულ დაბალფასებს, იმპორტულ ტარიფებს და კვოტებს გარკვეულ საქონელზე ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. 1963 წლის 14 იანვარი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გენერალმა დე გოლმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ არის დარწმუნებული თავის პოლიტიკურ სურვილში გაერთიანებული სამეფოს ევროპულ თანამეგობრობაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანასთან მოლაპარაკებები შეჩერდა. 1963 წელს შარლ დე გოლმა პირველად დაადო ვეტო დიდი ბრიტანეთის განაცხადს ევროპულ თანამეგობრობაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 1969 წელს გენერალ დე გოლის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა უკვე მესამედ შეიტანა განაცხადი, რომელიც დააკმაყოფილეს და უკვე 1973 წლის 1 იანვარს პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰესმა დიდი ბრიტანეთი ევროპული თანამეგობრობის სრულუფლებიან წევრად მიიღო. ევროპული არჩევანი ამით დასრულდა. მომდევნო გადაცემა ეთერში გავა მომდევნო 4 შაბათს საღამოს 10 საათზე პირველ არხზე. ნახვამდის.